გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, ფაქტს ეხმაურებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორისაა სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე. ამ წუთებში იური ვაზაგაშვილის ნათესაობი და მეგობრები საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზურში იკრიბებიან და მედიისთვის პირველ განცხადებებს ავრცელებენ. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მარიამ ცარელაშვილიც, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება, მაგრამ უფრო კონკრეტულად რა ვერსიებზე საუბრობენ გარდაცვლილის ახლობლები. Თამთა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრების ნაწილმა დატოვა ტერიტორია, ის ადგილი, სადაც ცხოვრობენ ვაზაგაშვილები და სადაც შეკრებილები არიან ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები და ნაწილი როგორც გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე კაცბში, ნაწილი კი ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, დარწმუნებულია იმაში, რომ საფლავი იყო დანაღმული და იური ვაზაგაშვილი ამ ნაღმზე აფეთქდა. თითქმის ყველა აქ გამორიცხავს იმას, რომ იმ ვერსიას, რომ იური ვაზაგაშვილის შესაძლოა თავი აეფეთქებინოს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს ირმა ჭკადუას, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე მოქმედს. ეს არის ჩემთვის დაუჯერებელი, რომ ბატონ იურას თავი მოეკლა. მე მაგ ვერსიას გამოვრიცხავ. დანარჩენი გამოჩნდება. მე მაგალითად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დამნაშავეები, რომლებიც იყვნენ ბატონ იურას საქმეში, არიან გარეთ და ძალიან ბევრი დამნაშავე, არავინ არ არის დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ არის აფეთქებული, მაგრამ ვისი ხელით არის აფეთქებული, ამას ჭირდება გამოძიება, მაგრამ ის რომ აფეთქებულია და მას თავი არ აუფეთქებია, ეს ფაქტია. სულ ერთად ვიკავით ყოველ დღე. ანუ რაღაცა მუხარები ვერაფერს ვერ გეტყვი. არანაირი, ვერაფერს ვერ გეტყვი ამ წუთში. არანაირი თავის მოკლა ნაზიანებანაგი. არა, აქ ჩემთვის მნიშვნელობა ეს არის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, ორივე შემთხვევაში იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი, როგორც იმ ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების. იური ვაზაგაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გახსნილიყო მისი შვილის მკვლელობის საქმე. მან ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთვის, მაგრამ არავინ არაფერი არ გააკეთა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნისთვის. მომხდარ ტრაგედიაზე უკვე გააკეთეს კომენტარები პოლიტიკოსებმაც, კომენტარი გააკეთეს სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილემ და ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა. ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად ეს ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული და თუ საქმე დროულად არ გაიხსნება და დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, მაშინ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი რამე შემიძლია თქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშაული, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. ასე რომ, როდესაც საუბრობდით ჩვენ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ სამსაკითხზე წერტილი უნდა დაისვას, რომ ასეთ ტრაგედიებს ადგილი საქართველოში აღარ გქონდეს. ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ესეთი საზარელი დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაედინა იგივე პირებმა, რომელთაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მის შვილის მიმართ. მე იმედი მაქვს ეფექტური და სწრაფი გამოძიების. ამაზე უნდა მოხდეს სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე რაღაცა განსაკუთრებული შეფასების მიცემა ნამდვილად არ იქნება სწორი. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ხაზს გავუსვათ იმას, რომ თუ ჩვენ არ დავშით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, ეს ისევ უარყოფითად აისახება იმ დაზარალებულზე, რომელიც ამ მართლმსაჯულებას ელოდება. მე შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი არის ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, რომელიც 2006 წელს 2 მაისს კორტებთან მომხდარ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. მადლობთ მარიამ, ეს იყო მარიამ ცარელაშვილის პირდაპირ ჩართვა და როგორც უკვე გითხარით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 109 მუხლით არის დაწყებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, ამ დროისთვის პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, კერძოდ ექსპერტ კრიმინალისტები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ.